მხოლოდ მოკლედ ვიტყვი, მოგესალმებით ბატონებო, არც ერთ სიტყვას არ დავამატებთ გარდა ამ კონკრეტული წინადადებისა, რომელსაც თავაზობთ ხელისუფლებას. ეს გახლავთ კონკრეტული წინადადება ხელისუფლებას ქართული ბიზნესის დაცვისა და განვითარებასთან დაკავშირებით, განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის. ქართული ბიზნესის განვითარება ამ საგადასახადო და საბანკო რეჟიმის ენერგეტიკული რესურსების ფასების პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია. თავაზობთ მეცნიერთა კონგრესი თავაზობს ხელისუფლებას. პირველი, რაც ქვეყანაში გვაქვს და მეწარმეთა გარკვეულ ჯგუფებს შემოაქვს, დაიბეგროს გაცილებით მეტად, ვიდრე ის საქონელი, რომელიც ქვეყანაში ან არასაკმარისი რაოდენობით იწარმოება. და პირიქით, რაც ქვეყანაში ჭარბად გვაქვს, ის დაუბეგროთ საგრძნობლად დაბალი ტარიფით, ვიდრე ის, რაც არასაკმარისად გვაქვს და გარეთ გააქვთ. მეორე, გამოვიყენოთ ევროპული კანონმდებლობა ბიზნესის დაკრედიტებისათვის თან დაკავშირებით. ვინც არ ვითარებს მაღალ ტექნოლოგიებს, შემოაქვს ამ ქვეყანაში ქმნის, ვისაც შემოაქვს დეფიციტური საქონელი, მათ საგრძნობი შეღავათი უნდა მიეცეთ საბანკო კრედიტები. მესამე, ბიზნესის სრულიად განსხვავებული ენერგეტიკული ფასწარმოქმნა უნდა დამკვიდრდეს საქართველოში. იგი დიფერენცირებული უნდა იყოს იმათთვის, ვინც პიკის საათებში და პიკის საათების გარეთ მუშაობს. ასევე დიფერენცირებული უნდა იყოს დარგობრივ ჭრილშიც. განსაკუთრებული შეღავათები სოფლის მეურნეობას და კვების პროდუქტების შემქმნელებს. აქვე დავამატებდი მძიმე დარგის მეტალურგიის მიმართულებასაც ჩემი აზრით. ეს არის ზოგადი მიდგომები, რომლებიც ჩვენ უაღრესად კონკრეტულ მიმართულებას მივცემთ 5 დღის განმავლობაში. გამოაქვეყნეთ პრესაში, საურიგებთ ადრესატს. მადლობა. დიდი მადლობა. ჩვენ ძალიან საბედნიეროდ ქართულ ტივიში საავტორო პროგრამები მიყავთ ძალიან ბევრ პროფესიონალებს და ერთ-ერთ ცნობილ